მოკლედ, რა ხდება ახლა და? ეგრეს როსტემ მეფე რომ იყო აღალი უხვიდა ბალე საშუალო ტანადი. მაგას არ ყავდა ბიჭი ბაღანა. ბიჭი ბაღანა აღავდა მარტო ასული ყავდა. ხო და უჭირდა კაცს ახლა და არ დააჭა გვარის გამგდელებელი. კაცი შავლიანი აღავდა. შავლიანი და დარდობდა. უბედური კაცი ვარ. ტიროდა. რა ვქნა რომ პედი არ მწალო არ ვიცი რას დავაბრალო ჩემი განჯული ცხოვრება სანამდე უნდა ვატარო ხოდა იჯდა ეს მეფე ახლა ასე ყურჩა მოყრილი და ეს ისედაც და ეს ხალხი ხა მეზირები ტუდა სუდა იქეთ ყველა ცდილობდა რომ ამა რამენაირად მაინც გეცინა კაცო პებოდა ზეზევლაი და ერთი განსაკუთრებით ის ყავდა რა ქვია ერთი ამირის პასალარი ყავდა ალთანდილაი და ჩვენი ავთოი და ამანაც დადიძინდა ერთი რამენაირად რომ მაგას მისი გოგო უყვარდა და ის ასული და ამანაც დადიძინდა რომ ერთიო გავამხიარო რამენაირად და კაი მუსიკანტები ტანცულშიგებით მოყვანა ერთი გუგული დაწია ყველა უხტი ხართა ეწყვატუნებითო თქვა მეფემ მაგას მიჩემნიაო ერთი ბუნებაში გებდეო სანადიროთო და გულს გადავაყოლებო ის ავთანდილაი სასტავით ამეიყვანა და მეზირებიანა ტყეში წევდა სანადიროდ მეფემ ზომაწონაკი არიცოდა დაადებდა ამბიცალებდა გადაგადაგა სანამ ტყვე აგამელეოდა აჩერდებოდა სანამ ეს ებათქუნებოდა აგერ აფრანდილა ელი კაცი დეინახა ქვის უპროსტორად დინარის პირას იჯდა ქვაზე და ტიროდა იმხელა კაცი კაი შესახედავა კაი მოშნი კაცი კი იყო მაგრამ რა გკინდა იჯდა იმხელა კაცი და ბაღანასავენ ტიროდა მე შენს ნაკვალებს დავეძე ფიქრებში გამენათები ყოველ შენს გახსენებაზე სრემლის ღერშება თვალები ჯო ამგაც ახლა ასე რომ ტირის ეს ავთოიც უყურებს მაგრამ ხომ არ მიასკნება და პირში ხომ არ კითხავს რა ხჭის რა არის უცხო კაც და გვიდან უარა და ბოლოს მის მეგობარი ყავდა იქზე ებარე შერმადინაი და იმას კითხა რომ მე და ვინ არის ის ახალგაზრდა ქვაზე რომ ზიოს ვინის ბოთლები გულში ჩაუგრავს და ისე ზინავს ლოთი ბიჭია ის საბრალო ცოდვილი ძალზე ცხოვრების ფასი მას დაუკარგავს ამ ქვეყანაზე სინამდვილეში ეს ქვაზე რომ კაცი იჯდა და ტიროდა ტარილა იყოფილა იმის ხვარას ჯაღის ბაღანა და იმ ხერი და მუსკულა ქონია ყველა მიმოჟღერა კაკად და გეიარა და ხამ ამტომაც აგამასტრასო ჰოპტა გამესხი გამარა ბოდიში და ჩემი ფეხები რაღაც დეწეოდა იმპერი მოკუცხლა რომ ავტოსიგარი შეხვდა რა ქვია ის ზღვასთან ახლოს ცხოვრობდა ერთი კაცი იყო პრიზონაი ხო ამ პრიზონამ კიდე ეს მისი რა ქვია ებარე პატარა ისხოვდა კატარღა თუ ნავი თუ რაცხა ლოტკა და იმაში ჩასვა და წამოიჩემდა ჩემი ძმა ხარო კაი პურინდა გაჭამოვდა და იყვანა ლევზი ვარ ნავში და მივდივარ სახში ხრუბლები ჩამოწყდა ცას ამბავიციდან მოუყვა ზღვას მოვიდა ძვირმა და ასვენებს ნავს დიდი ხანია მინდა გავიგო რა არის წმინდა კაროჩე ამ ორივენამ ერთად პიდონამ ავტომ ეს ტარელა იპოვეს ნახესაც ხანდა ხო და მე სამაგათმა ერთად უკვე მისი ინხასომ ეძებდა და ტიროდა ის გოგო ნესტანაი ის ნესტანაი საცხან
ხაჯები სიხეში გამოწყდეული გამოკეტილია ცხარი მაშინ კუთხეში მიაგნეს შენ ხარჯები ბატონი და აიგერამადაც ადგენდა მიმდენ ამ ციხეში ერთი კარგადაც იბრძოლეს იომენ გადაბუგენი ქაურობა და ეს ნესტანაიც გამეხსნენ მარა ამ ტარელას ამ ნესტანაისთვის იმდენი აცხა ქონდა სათქმელი წმინდა სანთლის ხილი ხარ და ჩაუმქრალი ღიმილი ხარ და არავის სულ არავის არ გავხარ თეთრი ხარ და ღირვიზი ხარ ვინ შეწდება იმისი ხარ შესლოდინში სიჩაბუკე გათავდა სადღაც მიქრის თეთრი რაში სადღაც მღერის თეთრი გედი ყველაფერში დამნაშავე შენახარ კაროჩე მართალი იყო ეს ტარილაიც ხალი ამდენი ხანი რაცხა დაღმა ტანტალობდა ამანაც ამულაგა ყველაფერი დამნაშავე ხარო აქცე ხარო ისე ხარო მარა ძალიან ლამაზად შერიგდნენ აკოცენ ერთმანეს ჩადასენ და კაი გემრიელი ქორწილიც გადაიხადენ მოკლედ რომ დავამთავრო ამ ქორწილში გამეიერა ერთმა ძალიან ნაცნობმა კაცმა ვინ და მიშამ მევიდა შუა ქორწილში აწია მიკროფონი დაიკავა ხელში და დაიძახა მეო ვიმღერონდაო ჩამენდეთ